დამოუკიდებლობის დასაცავად ქართველი ხალხი დღეს ქუჩაში გამოვა. შეკრება 7 საათზე დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. დემონსტრაციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობასთან. იქ, სადაც 500 დღეზე მეტია აპროტესტებენ ოლიგარქის რეჟიმის ანტიდასავლურ კურსს და მის შედეგებს. ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და უკანონო დაკავებულების გათავისუფლებას. დიდი შეკრების ორგანიზატორი ოპოზიციის ალიანსია. პარტიებში ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ბევრი ხალხი ქუჩაში ნიშნავს, რომ საზოგადოება არ ეგუება რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და მზადაა იბრძოლოს. ლიდერთა შეფასებით ეს ასევე იქნება გზავნილი საქართველოს რეალური მეგობრებისთვის, რომ მიუხედავად უპრეცედენტო რეპრესიებისა, ხალხი არ აპირებს უკან დახევას და პროტესტი რეჟიმის მიმართ არსად წასულა. ნინი ბალანჩივაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ნინი გისმენთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ვიმყოფებით, ახლა ჩვენ სადაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები უკვე იკრიბებიან. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ერთი თვით ადრე დაანონსდა სწორედ აქცია აქ 7 საათზე შეიკრიბებიან მოქალაქეები და შემდგომ უკვე მსვლელობით გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს დღევანდელ დღეს 108 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და შესაბამისად პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ საზოგადოების გაერთიანება და იმის დემონსტრირება, რომ ქართველი ხალხი ერთად არის, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მე პოლიტიკურ ლიდერებს გავესაუბრები ახლა პირდაპირ ეთერში. ნიკა გვარამია იმყოფება მათ შორის ჩვენთან ერთად. ნიკა, მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს და რა გაქვს თქვენ სათქმელი საზოგადოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა სხედან და უყურებენ ეკრანს. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს დღეს ქუჩაში? პირველ რიგში ულოცავ ყველას უმნიშვნელოვანეს დღეს საქართველოს ისტორიაში სულ რამდენიმეა ესეთი მნიშვნელობის დღე და ძალიან მინდა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს არ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და ამისთვის ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღიური შრომაა საჭირო და ძალიან პრინციპული და სწორხაზოვანი პოზიცია, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას, კეთილდღეობას, ევროპულ მომავალს და ასე შემდეგ. დღეს მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენთვის, მაგრამ ზეიმია სომხეთში, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩადის, მარკო რუბიო იქედან მოგვესალმა ჩვენ. სამწუხაროა, რომ სულ 200 კილომეტრშია ის აქედან და კომუნიკაცია მხოლოდ მოლოცვების სახით დგება, თუმცა გასაგებია ეს რატომაც ხდება. ამ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, ამ ქვეყანაში დაუქმებულია არჩევნები და დემოკრატია, ამ ქვეყანაში არ არის სასამართლო და ამ ქვეყანაში არასდროს მთავარი დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრაქტიკულად ასე შეიძლება მას უწოდოთ, არ ჩამოვა. ამიტომ ცვლილებები გჭირდება. სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში და მისი ბანდა, მანამდე ჩვენ ასეთი პრობლემები გვექნება. აუცილებლად ეს თუ გაუარესდება თორე გაუმჯობესების ამას არაფერი ეთყობა. ამიტომ დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიზეიმოთ კიდევაც, უნდა ერთმანეთშიც ვილაპარაკოთ და გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მივესალმოთ მარკო რუბიოსაც აქედან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ქონდა ქართველი ხალხის მიმართ, ხარდამჭერი გზავნილები და აი ამ ყველაფრის ფონზე დღესაც ღონისძიებაზე ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ ისევ თავდასხმებს ჩვენი პარტნიორების მისამართით, იმ პირების მისამართით, რომლებიც სწორედ უზრუნველყოფენ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გვერდით უდგანან საქართველოს მოქალაქეებს წლების განმავლობაში. აი ეს სურათიც რომ შევაფასოთ, დღესაც რისთვის უწევს ბრძოლა ადამიანებს? დღეს საქართველოში ბრძოლა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, არის საქართველოს დამოუკიდებლობის და სწორედ რომ სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ რასაც ქართული ოცნება აკეთებს ყველა ტრიბუნიდან, დღეს არ მისმენია, მაგრამ დარწმუნებული არაფერი ახალი იქნებოდა მორიგი თავდასხმა, ალბათ, რა ვიცი, ის ყობახიძის პაპუაშვილის მხრიდან. ეს არის საქართველოს განზე გაწევის, გარიყვის ცდელობა, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ წარმატებით გამოსდით. საქართველოს შეტოვებულია რუსეთს და ასე თუ გაგრძელდა, საბოლოოდ დავკარგავთ ყველა შანსს, ამიტომ დროც არ არის ბევრი, თუმცა არის, ცვლილებები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, უნდა ვიყოთ ბევრნი, როგორც ვამბობთ ხოლმე, ტესტი გამძლეობაზე გავლილია, ეს პროტესტი წელიწად ნახევარია მიმდინარეობს
ეხლა გვჭირდება რაოდენობა და ერთმანეთიც უნდა დავინახოთ და სხვებმაც უნდა დაგვინახონ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ნიკა გვარამიას უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე გითხარით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში პოლიტიკური ლიდერები იკრიბებიან, მათ შორის გიორგი ვაშაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. ბატონო გიორგი, დღევანდელი გეგმის შესახებ მინდა რომ გითხოთ. ქართულმა ოცნებამ გითხრათ, რომ ვერ შეიტანთ ვერანაირ ტექნიკას რუსთაველის გამზირზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე თბილისის მერიამ. დღეს რას გეგმავთ, რა მოლოდინები უნდა გქონდეს საზოგადოებას და გითხარით დეტალურად, აქედან უკვე მსვლელობით ვიცით, რომ გადაინაცვლოთ რუსთაველის. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ წარსულზე საუბრის დღე, ეს არის მომავალზე საუბრის დღე, ანუ როგორ მომავალს ვირჩევთ. და დღეს მე ვფიქრობ ძალიან მკაფიო არჩევანი. აი, ერთ მომავალს ჩვენ ძალიან კონკრეტულად ვხედავთ დღეს რაც ხდება. უსამართლობა მძვინვარებს აბსოლუტურად ყველგან. ემიგრაცია, გაყოფილი ოჯახები, ფასები, ჯარიმები, პატიმრები, უამრავი რამ. მეორე მომავალი, რაც ჩვენ გვინდა, ეს არის რეგიონის ლიდერი, თავაწეული, განვითარებული ევროკავშირის წევრი საქართველოს მძლავრი ეკონომიკით, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებია, დიდი ინვესტიციები შემოდის, ძლიერი მეგობრები გვყავს და ასე შემდეგ. აი ეს არის ორი დიდი მომავალი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ და ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ დღეს, სწორედ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს ეს ყველამ გავიაზროთ. აი, ვინ 7 საათზე მოდის, ეს არის იმ დიდი მომავლის თანამუზიარე, არჩევანის გამკეთებელი, რომ ჩვენ გვინდა რეგიონის ლიდერი, ძლიერი საქართველო, ძლიერი ოჯახები, დაფასებული ადამიანით, არა ეს გაყოფილი და გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. გვინდა რომ პასუხი უთხრათ მათ, ვინც გვაპირისპირებს, რომ ჩვენ დასაპირისპირებელი არაფერი არ აგვაქვს. ხახნო, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ხო ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს. როგორ მოხდა ისე, რომ ამ დონეზე წავიდა დაპირისპირება? აი, როგორ მოხდა? აი, დამოუკიდებლობის დღეს ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დიდი საერთო დღესასწაული გქონდეს, ხომ? და აი ეს არის უსამართლო და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს 7 საათზე აი აქ უნივერსიტეტთან გელოდებით, გავემართვებით მსვლელობით. არა უშევს, არა გვაქვს ტექნიკა. თავარია, ბევრი ადამიანი მოვიდეს, ჩვენ დავაფიქსიროთ. ბევრი შინაარსი გქონდა პირდაპირ გეტყვით, გათვლილი სხვადასხვა სიახლეები, რაც გვინდოდა, მაგრამ რაც გამოგვივა, ის გამოგვივა. თავარი არის, რომ ერთმუშტად შეკრული ვიყოთ და ვიყოთ, ასე ვთქვათ, გაერთიანებული დამოუკიდებლობის დღეს და აი ეს ვაჩვენოთ. აი აქედან დავიძრებით, წავალთ რუსთაველზე, რახმის სისტემაც გვექნება, იმით მოგმართავთ. თავარი ის არის, რომ მათაც უკან დაიხიეს და ამ მსვლელობის ბაზაზე ხელი შეშლა არ იქნება, ამიტომ ძალიან მშვიდად წყნარად ჩაივლის, როგორც ასე ვთქვათ, გვეკადრება ჩვენ 1000-ობით ადამიანს ვესაუბრეთ და ყველა შევხვდით თბილისში, შევხვდით რეგიონებში და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ხალხი მოვა. დაანჩეს უკვე ვნახავთ საღამოს. ასე რომ გელოდებით 7 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერთად ავღნიშნოთ. გიორგი ვაშაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ზურაგირჩი ჯაფარიძე არის ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, მე მასთან გადავალ კითხვით. ისი დემონსტრირება არის დღევანდელი დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ერთხელ ხალხის გაერთიანება. ამაში იგულისხმებით როგორც თქვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, ასევე სხვადასხვა მოძრაობები, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. დღეს იწყება თუ არა კიდევ განსხვავებული პროცესები პროტესტის? იმედი გვაქვს, კი, ყოველთვის ჩვენ ეგრე გვაქვს ჩაფიქრებული, თუმცა დღეს არის თავისთავად მნიშვნელოვანი დღე, ყველაფერს თავი დავანებოთ, დღეს არის დამოუკიდებლობის დღე. ამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის თაობები იბრძოდნენ ამ ქვეყანაში, ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა არაფერი მარტო ამ დღისთვის უნდა გამოვიდეს ადამიანი გარეთ, თუმცა რამოდენიმე იქნება რომ არაორდინარულ რეალობაში ვცხოვრობთ ახლა და ეს დამოუკიდებლობა ფურცელზე არსებობს ხოლმე სამწუხაროდ და სინამდვილეში ამ ქვეყანას დათმობილი აქვს სუვერენიტეტი და ვისაც არ ეზარება რუსეთიდან დაწყებული ირანიდან დამთავრებული ყველა თავში გვიტყავს ისე როგორც მათ გაუხარდება და არავინ პასუხს არ ცემს და სრულ იზოლაციაში ვართ მეგობრებისგან, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დღემდე ამ ქვეყნის სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გვერდით, მათ შორის ნახეთ დღეს სახელმწიფო დინების განცხადებას, რომელიც ისევ ხაზს უსვამს ამას, რომ ამერიკა დგას საქართველოს ხალხის გვერდით, როდესაც საუბარი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტზე. ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა გამოვიდნენ ადამიანები გარეთ. და ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზეზები, ჩვენ მეგობრები ყავს ციხეში, ჩვენ თანამებრძოლები ყავს ციხეში. ჩვენ გვინდა რომ მათ შორის ერთმანეთი დავინახოთ, ჩვენ გვინდა რომ თავარი ტყუილი რაც არის რეჟიმის, თითქოს ისინი არის უმრავლესობა, ეს ტყუილი კიდევ ერთხელ დავანგრიო და ვაჩვენო სინამდვილეში უმრავლესობა აქეთ ვარ და ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს ეს ყოფა, რომ ყოფაში წეხლა ვარ და პრაქტიკულად ყველა უბედური ამ ქვეყანაში, მათ შორის ის ხალხიც კი ვინც
ოცნებას უჭერენ ხარს ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ გვინდა რომ მათ შორის კი ჩვენმა მეგობრებმაც თავისუფალ სამყაროში დაინახო, რომ მიუხედავად უამრავი რეპრესიებისა და მთელი კასკადის რეპრესიული კანონმდებლობის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებენ და ციხეში სვავენ, მიუხედავად იმისა, რომ Facebook კომენტარების და სტატუსების წერის გამო ასამართლებენ ადამიანებს, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და არ დამთავრდება არასოდეს მანამ სამეუროდ გამარჯვებამდე. ესე იყო ამ ქვეყნის მთელი ისტორია არის ეს თავისუფლების ბრძოლა და ეს ბრძოლა მივა გამარჯვებამდე აუცილებლად. ზურაგის ჯაფარიძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ასეთი არის ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. საქართველოს აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 35 წლის წინ და დღეს აქ შეკრებილი მოქალაქეები თანხმდებიან იმაზე, რომ იგივე გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან საქართველოს მართავს რეჟიმი, შესაბამისად მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ შეკრება, იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მოქალაქეები დგანან ერთად, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, საქმე ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ოკუპანტის სახელმწიფოს პირისპირ, რუსეთის პირისპირ დატოვა ჩვენი ქვეყანა, ის მტრად აცხადებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, შესაბამისად ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და სწორედ აქედან გამომდინარე პარტნიორებმაც უნდა დაინახონ მათ შორის, რომ საქართველოს მოქალაქეები დგანან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ, როგორც უკვე გითხარით, აქ იკრიბებიან მოქალაქეები, სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა ჯგუფების წევრები, მათ შორის პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. ზუსტად 7 საათზე დაიწყება უკვე მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ისინი ასევე ამ გზით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში და რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი.